არის ის, რომ თქვენ ვერ შეძელით ერის მთელი საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაცია. ეს ჩანს ზედაპირზე, თუნდაც იმით, რომ ეს უამრავი პარტიები, ეს უამრავი დაწეწილი აზროვნება არის არა დემოკრატიულობის მაჩვენებელი, არამედ ის, რომ არ არის აზროვნება ერთ პატარა სახელმწიფოში კონსოლიდირებული. და ამაში პირადად მე მაპატიეთ, გადანაშაულებთ პირადად თქვენ და თქვენს ხელისუფლებას. თუმცა სიტყვა გადანაშაულებთ ალბათ უფრო უხეში არის. თქვენ უნდა შეძლოთ ერის კონსოლიდაცია. აი ის, რაც ხდება, თუნდაც აი აქ, ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტები, ახალგაზრდა ადამიანები, რომ ყოველთვის ცდილობენ ისეთი რაღაცები იპოვნონ, რაც წარმოაჩენს თითქოს და დეკონსოლიდაციას ჩვენ საზოგადოებაში, უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის კარგი რაღაცის მაჩვენებელი. ამიტომ მე უმორჩილესად გთხოვთ თქვენ, ბატონო ედუარდ, კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ თქვენ ეხლა ვახტანგს დააბრალებით, მაგრამ ვახტანგი უკვე არ არის დამნაშავე. თქვენი ბრალი არის. მე უმორჩილესად გთხოვთ, ასე ვაპირებთ რომ მიმიღოთ მომცეთ მე აუდიენცია სალაპარაკოთ თქვენთან და რისთვის რა უნდა ვილაპარაკოთ, მე გეტყვით. ეს არ არის უბრალოდ ჟურნალისტის მისვლა პრეზიდენტთან. მე აუცილებლად მჭირდება, რომ ჩვენ საზოგადოებას თქვენი აზროვნება, თქვენი ფილოსოფიური ხედვა უთხრა საზოგადოებას ერს. იმიტომ რომ ჩვენ გადავედით უკვე მე-21 საუკუნეში თითქმის და აბსოლუტურად არაფერი ჩვენში არ შეცვლა. ჩვენი ქვეყანა საქართველო არის ისეთივე ბიუროკრატიულ პარტიული სახელმწიფო, როგორც იყო საბჭოთა კავშირი. თქვენ ანალიტიკოსი ბრძანდებით, მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ შინაგანად, თქვენ უნდა თქვათ, ახსნათ რაშია საქმე. და მე უნდა მკაც ოპონენტად ვიყო. მე უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ ეს მხედველობაში და ამ კვირაში მაინც გააკეთოთ ეს. მადლობთ. ეს არის ჩემი ერთადერთი თხოვნა. სხვა შორის დაბრძანდით.